საქართველოს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ემით 2011 სტამბულმა უკვე მე-15 უმასპინძლა საკუთარი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი 64 ქვეყანამ წარადგინა. სტენდებს შორის აჭარის კუთხეც იყო რეგიონის ტურისტული პოტენციალით, არა მარტო ბიზნესმენები და ვიზიტორები, არამედ თურქეთის წამყვანი ტელეარხების დაინტერესდნენ. წელს ემიტის ისტორიაში პირველად ქართულ სტენდს და ანსამბლ გამთენიონს საუკეთესო წარმოდგენისათვის სპეციალური ჯილდოდ გადაეცა. ბათუმში მივდივარ, ამ სლოგანით 4 დღის განმავლობაში სტამბულის საგამოფენო ცენტრში ქართული სტენდი ვიზიტორებს აჭარის ტურისტულ პოტენციალს აცნობდა. საგამოფენო ცენტრში შეკრებილები ბათუმის ხედებსა და რეგიონის ტურისტულ პოტენციალს ქართული მუსიკის ფონზე ეცნობოდნენ. ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად საერთაშორისო გამოფენაზე აჭარაში მოქმედი ტუროპერატორები და სასტუმროების წარმომადგენლების მონაწილეობდნენ. სხვადასხვა სახის ტურებისა და ტურისტული მომსახურების შეთავაზებაც ადგილზე ხდებოდა. ვიზიტორებს ქართულ სტენდთან ქართული ღვინისა და ქართული სამზარეულოს დაგემოვნებაც შეეძლოთ. პირველად დავაგემოვნე ქართული ღვინო, ძალიან გემრიელია, იმდენად გემრიელი, რომ აუცილებლად ვიყიდე. არის ვიკენდ ტური, სხვადასხვა პაკეტები, რომლებიც შექმნილია იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაათვალიეროს და გაეცნოს ნებისმიერი სტუმარი და მომხმარებელი ბათუმის ღირსშესანიშნაობ. ვფიქრობ, რომ ამ წელს ბათუმში ჩამოვა 313,000 თურქი ტურისტები ბათუმში და ჩვენ გავაცნოთ ახალი აჭარა, ახალი საქართველო. გვინდა რომ უფრო მეტ ტურისტები ჩამოვიდეს ბათუმში. ტურისტული სერვისისა და ახალი ტურისტული კურორტების პოპულარიზაციის გარდა ემით 2011-ის ფარგლებში ქართულმა მხარემ საგამოფენო ცენტრის ვიზიტორებს ბიზნეს წინადადებებით შესთავაზა. ქართულ სტენდთან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ინვესტ ინა აჭარა ასეთი შეთავაზებითაც გამოვიდა. რამდენიმე დღის მანძილზე პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა. რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე საუბრის შესაძლებლობა აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს თურქული არხების პირდაპირ ეთერშიც მიეცათ. შოუ ტივის დილის ეთერში გადაცემის ერთი ბლოკი სწორედ აჭარას შეკითხვები ჰქონდათ ინვესტიციებთან დაკავშირებით, შეღავათიებიათ ინვესტორებს, რა კანონმდებლობა გვაქვს ჩვენ და როგორ მიმდინარეობს ჩვენთან პროექტების განხორციელება. ამ კუთხით ჩვენ გქონდა ქობულეთის ტურიზმის თავისუფალი ტურიზმის ზონასთან დაკავშირებით მოწოდება ინვესტორებზე, რომ ისინი ჩამოვიდნენ და მიიღო მონაწილეობა. აჭარის ტურისტული პოტენციალითა და ბიზნეს წინადადებებით თურქული მხარე კიდევ ერთხელ დაინტერესდა. კერძო ბიზნესმენების გარდა საქართველოსთან ბიზნეს პარტნიორობის ინტერესი ოფიციალურმა პირებმა თურქეთის ტურიზმისა და კულტურის მინისტრმა და ართვინის გუბერნატორმა კიდევ ერთხელ გამოხატეს. მეზობელი ქვეყნის მინისტრი განსაკუთრებით აჭარულმა განმოხიბლა. საქართველოსთან ჩვენ არა მარტო მეზობლობა, არამედ დიდი მეგობრობა გვაკავშირებს. დიდი ინტერესით ვადენებ თვალს აჭარის წინსვლას და მისი ტურისტული შესაძლებლობების განვითარებას. ჩვენ დავიწყეთ და მომავალში უფრო გავაფართოვებთ ტურისტების გაწვრით პროგრამას. ასევე გეგმავ გაზაფხულზე აჭარაში ტურისტულ გამოფენაზე